ცოტა ცვლილებებს გავაკეთეთ, იმიტომ რომ ჩვეულებრივ სტანდარტული ვებგვერდის საწყობა როგორც თქვენ ალბათ უკვე ისიც ჩვენ უკვე განვიხილეთ საიტზე და დაახლოებით იგივე მანძილით მივდიოდი ახლა თუ მონაცემთა ბაზები შევქმნიან და შემდეგ უკვე უნდა დავუკავშირო ეს ყველაფერი საიტს და ამ ტიპის საიტზე ჩვენ უკვე ავაწყოთ თავის დიზაინი და თავის ყველაფერს. ამიტომ ერთი და იგივე რო არ გამომივიდეს. მე მოდი გავაკეთებ სხვა ტიპის საიტს, ანუ ეს ვიდეოები ამ შემთხვევაში აქ შევწყვიტოთ და გადავიტანოთ სხვა მიმართულებით და იყოს სხვა ტიპის საიტი. ამ შემთხვევაში მინდა დავაწყო, მაგალითად, სურათების ჰოსტინგი. როგორიც არის, ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ, როგორიც არის Pix.g. თუნდაც Pix.g, ანუ არსებობს ბევრი ჰოსტინგი, მაგრამ რომელიც ამ ტიპს გამახსენდა, ეს არის Pix.g. და აქედან შეგვიძლია რა, უბრალოდ ავირჩიოთ ჩვენთვის აგერ ფაილის დამატება გააჩნია, დავაჭერ ფაილის დამატებას, ავირჩევ სურათს, მის შემდეგ დამატვირთვას და სურათი აიტვირთება ჰოსტინგზე მომცემს ლინკს, რომელიც შემიძლია გამოვიყენოს სხვადასხვა ადგილას ინტერნეტში. დაახლოებით იგივე პრინციპის საიტი თუ გვინდა ჩვენს, ამის გაკეთება ძალიან მარტივია და 15 წუთში კი შესაძლებელი. რა თქმა უნდა, უბრალოდ დიზაინი და რა თქმა უნდა, არ იქნება ეს რაღაც სასწაული, მაგრამ თუ დიზაინის მხრივ პრეტენზია გვაქვს, შეგვიძლია თანათან დავხვეწოთ, მაგას ჩვენ არავინ არ გვეშლის. პირველ რიგში ასე გვჭირდება ჩვენ ტესტერებში აქ მე ყველაფერი წავშალე და ვიწყებ ახალი ვებგვერდის გაკეთებას. ამიტომ პირველი ეს არის ამ ტიპის გაფართოების ფაილი და მასში წარწერა. ამ შემთხვევაში მე ახლა ამ მასალას ავტვირთავ ვებგვერდზე, იმიტომ რომ აქ ისეთი რაღაცებიც არის, რაც ასე ვთქვათ, ჯერ არ აგვიხსნია და საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს მათი განმარტება, იმიტომ რომ ეს უკვე თანათან რო განვიხილო, ძალიან შორს წავალთ. ხო და შეიძლება ასეთ რაღაცებში კოდირებები გქონდეს უბრალოდ ამახსოვრებული, შენახული და ასე შემდეგ. მოდი, პირველი ამ შემთხვევაში ამასაც დავდებ საიტზე, მაგრამ აი ამ ცეთი წარწერა იქნება, რომ UTF-8-ში გვაქვს ეს ყველაფერი გაწერილი და დაგვჭირდება მოდელ PHP-ში, რა თქმა უნდა, სადაც ასევე ჩამოწერილია კოდირებები, მაგალითად იგივე რომ უნდა შეინახოს სურათი, იგივე სურათის სახელი, სად რომელ კატეგორიაში უნდა შეინახოს სურათი, სურათს გააჩნია სახელი name, ხო? და ანუ ის name-ი უნდა დაიწეროს, როდესაც მე დამჭირდება სურათის მიმართვა, შევიდეს ისე image განყოფილებაში და სურათის სახელში სწორედ ამას ნიშნავს ეს კოდირება. ასევე კოდირებები მის ერორის შესახებ, რომ თუ რამე უთანხმოება იქნა მოაკლოს ერორი, აქ ერორი დანომრილია და აი აქ იქნება მათი განმარტება. მაგალითად, პირველი ერორის შემთხვევაში, სურათის არასწორი ფორმატი, მეორე ერორი გადააჭარბა მაქსიმალურ ზომას 500 კილობაიტი, ესეც მე მითითებული მაქვს აქ. სურათი მაქსიმალურმა აქ რომ სურათი ტიპი უნდა იყოს JPG, PNG ან მსგავსი ტიპი და მაქსიმალური ბაიტებში მაქვს მითითებული აქ ზომა, ასევე აკრძალული, ანუ blacklist-ი არის PHP, HTML და ასე შემდეგ, რომ მომხმარებელმა არ აგვიგვიწოს PHP, რომელიც შეიძლება დააზიანოს ჩვენი ვებგვერდი. და ასე შემდეგ. მოკლედ აქ ისეთი რაღაცებიც არის, რასაც ასე ვთქვათ, ნაწილ-ნაწილ ვწერო, ვერ იმას, იმიტომ რომ ეს თანათანობით იფსება. და ამ კოდს, ანუ მაგას ვიძახე, ამ კოდს მე ავტვირთავ ვებგვერდზე და თქვენ შეგიძლიათ ის გამოიყენოთ თქვენთვის. მოკლედ ეს აღარ გვჭირდება. და შემდეგი და მთავარი ეს არის index.php ინდექსი, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვიცით, რასაც წარმოადგენს. მთავარი სულის ჩამდგმელია ვებგვერდის, შეიძლება ითქვას და ინდექსი ჩვეულებრივ დაიწერა, იმიტომ რომ სურათების ჰოსტინგის ტაიტლი დასახელება H1 პირველი, ანუ მოგესალმებით მეთქი. შემდეგ უკვე გავაკეთეთ table, ანუ ეს არის მაგიდა და აქ აკეთა თორო, ეგეთი უჯრები და შიგნით ესეთი ხაზები, პროცედურა თუ ეს ხაზია, თუ ეს უჯრა გაკეთდა და აირჩიეს სურათი, ჩვეულებრივ მე სურათის დამატება და ასევე გაგზავნა. Submit ეს არის ღილაკი, როგორც ჩვენ ვიცით, ატვირთვის ბრძანება გააჩნია მაგ ღილაკს და გაგზავნით, რა თქმა უნდა, გაიგზავნებთ. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს საბოლოო ჯამში რა გამოვიდა. და გამოვიდა ეგეთი მარტივი რაღაცა, ანუ მოგესალმებით უპასო ჰოსტინგზე, შეიძლება თქვენ შეცვალოთ ნებისმიერ წარწერით, რა თქმა უნდა, აქ მიწერია ეს, მე უბრალოდ ასე მინდა რომ დავწერო. აირჩიეს სურათი, ესეც ჩვენ ვიცით, ბიბერიტი, ანუ მას გააჩნია load ფუნქცია, ესე იგი, როდესაც დააჭერს ის უნდა მან უნდა ატვირთოს ინტერნეტიდან რაღაცა, კომპიუტერიდან რაღაცა და გაგზავნა შეჭიროთ ფუნქცია არ გააჩნია, მაგრამ რა თქმა უნდა მას
გავაკეთებთ. რაც შეეხება ამას, რომ ფაილები ბრუნდა ვიბროთ ფაილი კარი რუსულად დაწერილი, ეს არის ბრაუზერის პრობლემა, იმიტომ რომ ბრაუზერი არის ინგლისურენოვანი, ამ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში და თუ თქვენთან ინგლისური იქნება, თქო უნდა ეს წერტილი იქნება ინგლისურად, ანუ ეს უბრალოდ ბრაუზერზეა დამოკიდებული, მე აქ მითითებული არ მაქვს თუ რა ენაზე იყოს ატვირთვა. კარგი, ეხლა პირველი თვალში ხდება და გავაგზავნოთ აქედან, ხო, უბრალოდ აქედან მოსვლა მე მგონი ძალიან მარტივი იყო, ასე გავაგზავნოთ აქედან. რაც შეეხება ამას, რომ ეს უნდა იყოს შუა ნაწილში და არა კუთხეში, პირველ რიგში ამის გასწორება დაგჭირდება. ამისათვის, რა თქმა უნდა, რედაქტირება ხდება index.php-ზე და დაგჭირდება ჩვენ სტილის კატეგორია. იმისათვის, რომ გასწორდეს ცენტრში, დამჭირდება სტილი. და ასევე აქ დამჭირდება მივთითო, რომ თუ ეს გადახტომა დაინტერესებთ გავაკეთე, ტაბზე დაჭერით. შეიძლება მისი გაკეთება. აქ დამჭირდება, რომ ტექსტი, ესე რა ქვია, ანუ წარწერა h1 ტექსტი უნდა გასწორდეს ცენტრში. მე CSS-ის დანიშნულება მიახლოებით. დავხუროთ ეს ფშხილი, შემდეგ ასევე მაგიდა. ანუ აქ ჩვენ ხომ მაგიდა გავაკეთეთ იმისთვის რა ქვია. table ანუ ეს მაგიდა ქრო არის სადაც. აი table აქედან. ეს უნდა გასწორდეს ავტომატურად 0-ზე იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ ავტომატურად. და ესეც დავხუროთ. ეხლა ეს PHP-ში წერება და გასწორდება ცენტრში რა. გადავიდეთ ცენტრში, ნუ ახლა კუთხეში მიწებებული ხარ იქნებოდა. კარგი, ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ და დაგჭირდება ახალი PHP. აქ ჯერ ჩავსვათ და იმით ფაილს მე გავაკეთებ. ესე იგი ჩვენ აქ ავირჩიოთ PHP, ამ შემთხვევაში Adobe-ს ვიყენებ. ახალი PHP ჩავსვათ. და დავუკავშიროთ. load PHP, ანუ ეს ატვირთვისთვის გამოვიყენებ ამ იმას რა ქვია, პუნქტს. ეხლა შევქმნათ ეს load PHP. აქ არაფერი არ დაგჭირდება. გვინდა PHP მხოლოდ და დავიწყოთ ესე იგი. ამ შემთხვევაში კავშირი მოხდება model PHP-სთან, რომელიც ჩვენ უკვე დაწერილი გვაქვს და გაწერილიც შეიძლება ითქვას. და მის საშუალებით მოვახდენთ აქ რაღაცეების ცვლილებას. უბრალოდ მასთან იქნება კავშირი და შედეგად მოხდება ის ყველაფერი, რაც მე იქ მიწერია. ხო, აქ ერთი შეცდომა რა, შეესაკ მჩხილი დავიწყოთ. ესეც ეს. ორი მჩხილი ჭირდება, იმიტომ რომ ერთი აქედან იწყება, მეორე აქედან. всё. ეხლა დავამახსოვროთ როგორც load PHP. კაი, ნახოთ ახლა აბა რა გამოვიდა. ახლა გვაქვს ასეთი ფაილი. ეხლა ჩვენ დაგჭირდება ისე რა ქვია, ფოლდერი ასევე განყოფილებაში. სადაც მოთავსდება ეს სურათები, რომ მე ასე მაქვს მითითებული, რომ ფოლდერში image-ს აქ მოთავსდეს ჩემი სურათები. რაც აიტვირთება, რა თქმა უნდა. ეხლა ამ შემთხვევაში სურათების ძარიელია. დავიწყოთ მისი ატვირთვა. ესე იგი, ჯორები, ნახოთ, ავიჩიოთ სურათიო, ამ შემთხვევაში 500 კილობაიტზე მეტი არ უნდა იყოს აქედან. მოდი ჩემი საიტის ლოგოს ავიღებ. აქ PHP-ში რაღაც ინსტრუმენტი უბრალოდ index.html-ში, იმიტომ რომ აქ ის უნდა მქონდეს უჯრა. ანუ შეცდომა გვაქვს აირჩიეს სურათის შემდეგ, აი აქ ადგილი უნდა იყოს აირჩიეთ სურათი.
ესეთ არის აქ არის. ესე იგი აქ დახურვა არ არის და იმიტომ. ის აჰა, ამ შემთხვევაში უკვე მოდელი PHP ყოფილა დაზიანებული და 32 ხაზზეო რაღაც შეცდომა არისო. კარგი, მაშინ უკვე ჩვენ შევიდეთ მოდელ PHP-ში და ვნახოთ 32 ხაზიო, ხო. და კარგი, დავიწყოთ მათი შესწორება. ხო, აქ მეგონი სტატიკის ზედმეტი, იმიტომ რომ მე ადრეს სხვა ენაზე გამოვიყენე ეს კოდირება და ხო, სტატიკი იქნება ზედმეტი შემთხვევაში, მოდი ეს მოვიღოთ აბა. ეს ფაილი მე ადრე პირდაპირ გადავაკოპირე, არ შემოწმებია ისე, როგორც ხელს შესწრებები იყო, ნუ ამ შემთხვევაში უკვე გამოსწორდა. ყველაფერი გამოვასწორე და აღარ არის. შეგვიძლია გამოვიყენო, ან როდესაც მე საიტზე ავტვირთა, უკვე გამართული იქნება. კარგი, გადავარესტარტოთ ახლა ეს ჩვენ. ავირჩიოთ სურათი. შემთხვევაში ახლა სურათი აიტვირთა, უბრალოდ არ მოქვს მე კატეგორია სურათების ჩვენების კატეგორიის, სურათების ჩვენების გვერდი, იმიტომ რომ ჩვენ ატვირთვით აიტვირთა, ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ახლა ეს image განყოფილებაში და არის სურათი ატვირთული, რომელსაც ქვია ეს და ეს ციფრები ავტომატურად ეწერება, იმიტომ რომ არ მოხდეს ორი ერთნაირი ციფრის დაწერა, ჩვენ აქ მე მოდელში PHP-ში არის ესეთი security დაცვის სისტემა, რომელიც ამ ყველაფერს მართავს, რასაც რომ მოხდეს დაგენერება თითოეული სურათისა, მას მიენიჭოს გარკვეული კოდი და ეს კოდი იქნება სხვადასხვა. თუ ავტვირთავს მომხმარებელი მაგალითად ერთი ჯიბოჯოს და ერთი ჯიბოჯოს, რომ საიტი მიხვდეს, რომელი ერთი აჩვენოს ჩატვირთვის დროს. ამიტომ მათი კოდი იცვლება. მათი სახელწოდება იცვლება. ამ შემთხვევაში მე ასევე გამოვიყენებ და შევქმნი ახალ გვერდს, რომელიც იქნება სურათების გასახსნელად და რა თქმა უნდა იქნება PHP. აქ დაახლოებით ყველაფერი იგივეა თითქმის, რაც ინდექსში. უნდა load image მაგივერც შეიძლება და დაეწერება show image, ასევე ესეც ეს გვერდიც ის იქნება, რა ქვია, გასაკეთებელი იქნება. კიდე ცვლილებებს შევხედავთ, ეხლა ჩვენ რა დაგვჭირდება და ამას წავშლი, იმიტომ რომ ეხლა ეს მე აღარ მჭირდება, ხო? ესე, და ასევე გავაკეთოთ, მოდი. Show image, ახალი კატეგორია. Show image ეს იქნება გაწერილი PHP-ში. და ექნება შემდეგი ბრძანებები. პირველ რიგში რო კავშირი ქონდეს მოდელთან. ეს დაიხურება. PHP არის, დავამახსოვროთ. და ეხლა ეს ყველაფერი ჩვენ image განყოფილებაში დავუკავშიროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ აქ ძირითადად ურთიერთობა ხდება PHP-სთან. დავუკავშიროთ პირველ რიგში результი. ასევე დაგვჭირდება განყოფილება, რომ ეს არის ნამდვილად სურათის ლინკი. ნუ მინიშნება ერთგვარი სურათის ლინკი. იმას მე ჩვენ მერე დავხურავ ქვევით. ესე იგი გვინდა სურათის ლინკი, ესენი უკვე დავხუროთ ჩვენ. ბეც დაიხურება და პეც დაიხურება, ამ შემთხვევაში უკვე პარაგრაფიც დაიხურება და ის დაიხურება, ანუ სურათის ლინკი ამ შემთხვევაში იქნება გამუქებული, მე ამის გაკეთება მინდოდა და გავაკეთე. ესე იგი შემდეგი ასევე იქნება სურათი, რომელიც გამოჩნდება, ხო? და ნუ მაუს უბრალოდ დავაწეროთ სურათი ახლა ამასთან. არა. დავკონკრეტდები. ხო, რაც შეეხება შეცდომებს აქ ამის დახურვა დაგვიწყება.
ვაგზელებთ ახლა ჩვენ აქ იმიტომ რომ კოდის რა დავამთავრო და მე შევხედავ ამ შეცდომებს ყველას ერთად და გასაგები გადავხედავ თუ რა შედეგი მექნება, ასევე დავწერო სურათის თუ უშუალოდ სურათი ვერ მოიძებნა მითითებული. Так, მივუთითოთ რომ თუ მაგალითად კი ბატონო ეს ადამიანი ეს სურათი მე ვერ მოუძებნე, მაგრამ მინდა რომ მომხმარებელმა დაბრუნდეს თავარ გვერდზე, ხო რა თქმა უნდა, ხო დარჩება. Atunci da fost o cerție sau automat am undeks acolo pe გამზადებული იქნება მინდა დაბრუნდეს index.ph ისე ასევე speech დაიხურება. ეს ახლა იმიტომ მოშვები რომ გამოუყვა რა არის რომ ვიცოდება ხო ნახოთ ავსეირდება. განვაახლოთ ახლა და ნახოთ ხო. აი სადაც ჩვენთვის ერორი იყო, იქ გაჩნდა სურათი. ავწყოთ ახლა ახალი სურათი სადურთვა და ვნახოთ რა იქნება. სურათი დაიდო, ნუ სურათის ლინკია. აქ შეცდომა არის, მაგრამ მოდი ეს გადავაკეთე. ესე და თავარ გვერდზე დაბრუნება. ახლა ეს ყველაფერი უნდა მე მინდა გავა იმას ქნა რა ქვია. გავასწორო ცენტრში. ამიტომ ამ table-ი მე მოხსნი image-დან მაგ კონტაქტი და ურთიერთობა. Table საქმე მოხსნი, იმიტომ რომ არ მჭირდება ეს სხვა განყოფილებისთვის არის და ცენტრში გასწორდეს ყველა, ესე იგი h2 პარაგრაფიც და divიც. სურათი დაიწერა რა, უბრალოდ ახლა ვიქ არასწორია რაღაც კოდირებაში და მაგის შეცდომები ასე ვთქვათ, გადახედვა უნდა. მოგესალმებით სურათის ჰოსტინგზე, სურათის ლინკი, ესაა ჩვენი სურათის ლინკი, შემთხვევაში იმიტომ ჩვენი საიტი localhost-ია. image ნუ გაიწერა ყველაფერი, სურათი არის და მთავარ გვერდზე დაბრუნება, რა თქმა უნდა, შემდეგი სურათი შეგვიძლია ავტორი. ახლა გავაკეთოთ კიდევ ახალი ფაილდერი, ეს იქნება error-ი, ხო? აქ იგივე იქნება, რაც მთავარ გვერდზე, ანუ error-ების შეცდომების გვერდი. Und load php-ს მაგივრად. რასაც გავაკეთებთ შემდეგ. დავამახსოვრებთ როგორც error php და დავიწყოთ აქ რაღაცების და ასევე ფორმატს აღარ უნდა. ეს არის შეცდომების კოდი, რომელიც დაიწერება ნომის მერე და ვამახსოვრებთ. ამის მერე უნდა შევქმნათ ეს ფოლდერი. და ახლა გავწეროთ php. სტანდარტული ჩვეულებრივი ისე იქნება როგორც დასაწყისი უბრალოდ ჩვეულებრივ მოდელს დაუკავშირდება, შემდეგი იქნება ესე. ზუსტად ჩვენ შეგვიძლია აქ სურათები ვნახოთ განყოფილებაში image. În შემთხვევაში ეს არის web hosting-ი, რომელიც ამათავს თავის hosting-ზე ჩვენთვის დასრულებულ სურათებს. რა თქმა უნდა, ეს დასახვეწია არანაირი დიზაინი არ გააჩნია. და მასთან სამუშაო ალბათ ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფუნქცია, რაც მას უნდა ეკისროს, გააჩნია. ამ ტიპის PHP შეგიძლიათ ჩასვათ პროგრამირებაში, დაუშვათ ნებისმიერი პროგრამის დროს. არის PHP-ის ხარდაჭერა, ნებისმიერ პროგრამას გააჩნია და იგივე კოდირება HTML-ის ხარდაჭერა და შეგიძლიათ ჩასვათ შიგნით, ანუ მაგალითად, რაღაც პროგრამას ვაკეთებ, რომელშიც საჭიროა სურათის ადურთვა თავისი მონაცემთა ბაზით, ანუ თავისი image განყოფილებით. ეს შესაძლებელი გახდება. მოკლედ მეგონი საინტერესო რამ არის. გისურვებთ წარმატებას და რაც შეეხება ამ folder-ს მე ავტვირთ